დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უშედეგოდ დასრულდა. ამ შეხვედრით დონალდ ტრამპის გაცხადებული ამბიციით გამოწვეული მზარდი დაძაბულობა მოკავშირე ქვეყნებს შორის ვერ განიმუხტა. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ გრენლანდიის დაუფლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მოლაპარაკებებმა ტრამპის ადმინისტრაცია ვერ დაარწმუნა უარი ეთქვა რიტორიკაზე, რომელიც დანიისთვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სიტყვებით სრულიად მიუღებელია. თეთრი სახლი აცხადებს, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ უნდა მოექცეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამისთვის შტატებს სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდება. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცბოლტი და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდნენ. ჩვენ ვერ შევძელით ამერიკული პოზიციის შეცვლა. ცხადია, რომ პრეზიდენტს გრენლანდიის დაპყრობის სურვილი აქვს. განაცხადა ლარს ლიოკე რასმუსენმა შეხვედრის შემდეგ. მანვე თქვა, რომ დიალოგის ტონი გულწრფელი და კონსტრუქციული იყო. თუმცა ამის მიუხედავად მხარეებს შორის ფუნდამენტური უთანხმოება რჩება. ჩვენი მიზანი საერთო გზის პოვნა იყო არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კიდევ ისე გაკეთება შეუძლია დანიის სამეფოს, შეერთებულ შტატებს და ნატოს. დანიის სამეფომ უკვე გაზარდა საკუთარი წვლილი. ჩვენ დამატებითი დაფინანსება გამოვყავით სამხედრო შესაძლებლობებისთვის. არა მარხილში შებმული ძაღლებისთვის, არამედ ხომალდებისთვის, დრონებისთვის, გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის და ასე შემდეგ და ჩვენ ნამდვილად მზად ვართ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. შეერთებულ შტატებს უკვე ფართო სამხედრო წვრთნა აქვს გრენლანდიაზე. 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში შტატებს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გაზრდა. ამიტომ გვინდოდა გაგვეგო, აქვს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ თვალსაზრისით დამატებითი მოთხოვნები. ნებისმიერ ასეთ მოთხოვნას კონსტრუქციულად განვიხილავთ. გრენლანდია დანიის სამეფოს მეშვეობით ნატოს წევრია და ეს ასე 1959 წლიდან, ნატოს დაარსების დღიდან. შესაბამისად, მასზე ნატოს მეხუთე მუხლიც ვრცელდება. უკვე დიდი ხანია ალიანსის ფარგლებში რამდენიმე მოკავშირესთან ერთად გრენლანდიაში კოლექტიური როლის გაძლიერებას ვცდილობთ. დიდი სურვილი გვაქვს ამ დღის წესრიგის წინ წაწევაზე შეერთებულ შტატებთან ერთად ვიმუშაოთ და მზად ვართ კიდევ უფრო შორს წავიდეთ. ვარიანტების გამორიცხვას არ ვაპირებ. ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, არის თუ არა მზად ნატოს დასატოვებლადაც კი, რათა გრენლანდიასთან დაკავშირებით მიზანს მიაღწიოს. In order to get what you want with Greenland, what are the options right now? I wouldn't be telling you what I'm willing. არ გეტყვით რისი გაკეთებისთვის ვარ მზად. არ ვაპირებ ჩემი ვარიანტების გამორიცხვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გრენლანდია უკიდურესად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დანიის უსაფრთხოებისთვისაც. პრობლემა ისაა, რომ თუ რუსეთი ან ჩინეთი გადაწყვეტენ გრენლანდიის დაკავებას, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დანიას რამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ კი შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. ეს თქვენ გასულ კვირას ვენესუელაში ნახეთ. მე ვერ დავეყრდნობი იმას, რომ დანია საკუთარი თავის დაცვას შეძლებს. დანიელი ლიდერები შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებით შედეგად გრენლანდიის, დანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების შეთანხმებას წარმოაჩენენ მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სანახმად მხარეები გამოიკვლევენ შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტ ტრამპის შეხედულების გათვალისწინება დანიის სამეფოს მიერ დაწესებული წითელი ხაზების პატივისცემის პირობებში. დანიის ხელისუფლებამ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდიის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ შტატებთან შეერთება არ სურს, ამას გამოკითხვებიც აჩვენებს. მზარდი არასტაბილურობის ფონზე 14 იანვარს დანიამ და შვედეთმა გრენლანდიაში სამხედროების განლაგებისა და სამხედრო წვრთნების შესახებ გამოაცხადეს. არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივ სამხედრო მისიაში მონაწილეობას საფრანგეთი და გერმანიაც აპირებენ.